გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ის გერმანიის კანცლერი გახდა, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში. გერმანიისა და ზოგადად ევროპის მიზანია ეკონომიკური კუთხით ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ ჩინეთზე. თუმცა, როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, ჩინეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა ევროპისთვის დამაზიანებელი იქნება. ჩვენ გვსურს და გვჭირდება რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს ჩვენს სხვებზე დამოკიდებულებას. ეს მხოლოდ ჩინეთს არ ეხება, არამედ ყველა მიმართულებას. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩინეთისგან სრული დისტანცირება შეცდომა იქნება. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ზიანს მოგვაყენებს, გაუმჯობესების ნაცვლად ეკონომიკურ შესაძლებლობებს დააზარალებს. გერმანიის კანცლერი ჩინეთში ვიზიტისას გერმანიისა და ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ევროპაში შიშობენ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური კონკურენციის გამო. გერმანულ მხარეს უკრაინის საკითხზე პეკინის პოზიციის მოსმენაც სურს. როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, გერმანიის მიზანი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა. ჩვენ გვინდა პარტნიორობა ჩინეთთან, ისეთი პარტნიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, რეგულირებული და სამართლიანი. ამას ვთავაზობ ჩინურ მხარეს და მისგანაც იმავეს მოველით. ჩინური მხარე გერმანიის კანცლერის ვიზიტს მიესალმება და იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით ეკონომიკის კუთხით. ჩინეთი და გერმანია ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ დააგროვეს წარმატებული გამოცდილება ჯანსაღ კონკურენციასა და ინტეგრირებულ განვითარებაში. ჩინეთ-გერმანიის თანამშრომლობა ორივე მხარისთვისაა მომგებიანი და მან ორივე ქვეყნის მოსახლეობას კონკრეტული სარგებელი მოუტანა. ორივე მხარემ უნდა დაიცვას ურთიერთპატივისცემის თანასწორობისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპები, კიდევ უფრო მეტად განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს. გერმანიის კანცლერთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება გერმანული ბიზნესების დელეგაციაც, რომელიც ჩინეთთან ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივებს განიხილავს. გერმანულ მხარეს სურს, რომ ჩინეთმა არსებული სავაჭრო ბარიერები შეამციროს. ისინი ჩინეთში გერმანული ავტოწარმოებლის Mercedes-Benz-ის ობიექტზეც გეგმავენ ვიზიტს. ვიზიტისას ჩემთან ერთად დიდი ბიზნესების წარმომადგენლებიც რომ მოდიან მიანიშნებს იმას, თუ რამდენად დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის გერმანიის ეკონომიკისთვის. ეს ასევე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ღიად ვისაუბროთ სამართლიან კონკურენციაზე. გერმანიის კანცლერი ჩინეთში ვიზიტისას ოფიციალურ შეხვედრებს ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ჩიანგსა და პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს.